გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ Git-ის კურსს და ამ პატარა ვიდეო გაკვეთილში მე მინდა ვისაუბრო ქვეშტოებთან მუშაობაზე. Როგორ წავშალოთ ისინი, როგორ ავტვირთოთ GitHub-ზე და რა ნიუანსებია მათთან მუშაობის დროს. მოდით დავიწყოთ და განვიხილოთ ეს საკითხები. ესე იგი, პირდაპირ შევქმნი მე დღევანდელი ლექციის, დღევანდელი გაკვეთილის საკითხალდეს და მან და ორ user-ზე გადავანაწილებ ისევ, ესე იგი, ერთგვარი სიმულაცია გავაკეთოთ. რაც წინა ლექციებზე ქონდა, ხო? ამ შემთხვევაში ვთქვათ, იყოს ერთი back, ვთქვათ developer-ი, ან იყოს dev 1, აი ესე. Developer 2, აკაც. მათში მე დავკლონავ უკვე არსებულ ერთ-ერთ რეპოზიტორის დრო რომ მოვიგო, ხო? და git bash-ით დავამუშავებ რა, მოკლედ რო ვთქვათ. ვთქვათ აქ მარცხენა მხარეს იყოს პირველი დეველოპერის კომპიუტერი პირობითად, როგორც ვაკეთებდით. Git lessons და lesson. ეს და dev 1. ერთადერთი მე დამჭირდება, რა თქმა უნდა, აი მაგალითად კალკულატორის პროექტი, რომელიც ქონდა, ისე მას დავკლონავ ორივე საკითხალდეში. ყველაფერი სტანდარტულად. ყველაფერი სტანდარტულად, ხო, ესე. და კიდევ ერთ git bash გავხსნი, სადაც მეორე user-ის პირობითი კომპიუტერი იქნება. დავიდეთ desktop-ზე, lessons. 13, dev 2, აი აქ. აქაც git clone. აი იგივე ლინკი. ო ლინკი თქობა არასწორად ჩამისვს. თავიდან დავაკოპირებ მას. git clone. shift insert ეს ლინკი. როგორც პირველ საკითხალდეში ისე მეორეში ჩამოიწერებოდა ეს კალკულატორის პროექტის რეპოზიტორი, ვიცით ჩვენს უკვე და აი ამ საკითხალდეში კალკულატორ იქნება ის ფაილი, ის კოდი, რაც აქამდე გავაკეთეთ, თქვათ, ხო? წინა ლექციებს. აქ ახალი არაფერია, წესით ეს უნდა გესმოდეთ, რაც გავაკეთე და გაჩვენეთ. მოდით ახლა ვნახოთ რა სიტუაცია შეგინეთ. აბსოლუტურად ასინქრონებულია ეს შტოებიც და ქვეშტოები საერთოდ არ არის. ხო? და აი ვთქვათ, პირველმა დეველოპერმა რაღაც ახალი features გაკეთება დაიწყო, ხო? ახალი ფუნქციონალის დამატება დაიწყო. ამისთვის მე გამოვიძახებ სამუშაო გარემოს, ხო? ან მოდით ნანოთი გავაკეთოთ, არ ვიცი ეს. nano. მასში რა ერქვა იმ ფაილს ახლა ვნახოთ, calc.py, ხო? nano calc.py. აქ და ვთქვათ, აი ახარისხების ფუნქციონალს ვამატებთ, ხო? აი ახარისხების ფუნქციონალი არ გვაქვს ამ კოდში და წერთ, ესე იგი როგორ ვაკეთებთ, ესე იგი მე ახლა არასწორად ვაკეთებ სინამდვილეში. ესე იგი თუ მე მინდა დავამატო ახალი ფუნქციონალი, სწორი ნაბიჯები არის, ძირითადად შტოში კი არ ვიმუშაო, რომელიც სტაბილურია და მან ხელს არ ვკიდებ. როგორც მე ახლა მოვკიდე ხელი, ასე არ ქნათ. არამედ განშტოებას ვაკეთებ და განშტოებაში ვაკეთებ ჯერ სანამ არ გაიტესტება, ასე შემდეგ. ამიტომ ეს არასწორია, მე როგორც მივდექი ახლა საკითხს, გამოვალ. არ დავამახსოვრებ ამ ფაილს git branch. ძირითადი შტოდან გავაკეთებ questos -b operation. აი ესე დავარქვა questos branch. უკვე questos-ზე ვარ, ახლა კი შეგვიძლია დავიწყოთ მისი რედაქტირება. აი ამ ფაილის რედაქტირება calc.py და დავამატოთ მასში ახარისხების ფუნქციონალი. შეუძლებრივ power, თუ როგორც არის. როგორც უძახიან. არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, თვითონ ოპერაცია ეს ორი ფიფქია Python-ში, სხვა ენებში სხვანაირად და Excel-ში სხვათა შორის აი 6-იანის თავზე როა ეს ნიშანი. ის არის Python-ში ესე ახარისხება. X-ი ხარისხად Y-ია ეს. Y ხარისხად X. კი ბატონო, აქ დავასრულეთ ეს, დავამახსოვროთ ეს ფაილი. ახლა გვაქვს ეს ფაილი
ასეთ მდგომარეობაში. მოდით დავამატებ და დავაკომიტებ მას. git add git commit semi add operation და ახლა კი არ დაუმერჯავ ეგრევე master sheet-ში, არამედ თქვათ კიდე რაღაც ბევრ ოპერაციებს საჭიროებს ეს მიმდინარე task, მიმდინარე ამოცანა და კიდე ბევრ რაღაცები დასამატებელი აქვს, მაგრამ ამ task-ზე მუშაობს თქვათ ბევრი ადამიანი, დეველოპერი და ჯერ დამერჯვა ძირითად sheet-ში არ გვაწყობს, ამიტომ სხვა დეველოპერებმაც უნდა დაამატონ, მოკლედ იმუშაონ, მე უნდა გავტესტო და ეს ყველაფერი და სანამ არ დავმერჯავთ, შეგვიძლია პირდაპირ ეს sheet-ს ავტვირთოთ GitHub-ზე. არაფერი პრობლემა ამაში არ არის. ამიტომ რას ვაკეთებთ? ვაკეთებთ შემდეგ ოპერაციას git push origin, ოღონ main-ის მაგივრად, ძირითადი sheet-ს მაგივრად, წერთ ქვეშ-sheet-ს დასახელებას, სადაც მუშაობდით, რომელიც გვინდა ავტვირთოთ GitHub-ზე. ესე იგი, დავარქვი მე operation, ხო, აი ეს. არაფერი პრობლემა ამაშიც არ არის. აიტვირთება GitHub-ზე, შედეგად მე თუ გადავალ GitHub-ზე, აგერ არის ჩემი რეპოზიტორი და აი გამოჩნდა კიდევაც ახალი branch გამოჩნდა. თუ დავარეფრეშებ, განვაახლებ. ესე იგი ორი branch-ი გაქვს. აი main-ი და თუ ჩამოშლით სიას, აგერ არის POW operations. ქვეშტო, რომელშიც ჯერ development-ი მიდის. ჯერ მიდის development-ი და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ყოველდღიურად ვიყერებ მე ამას, რამდენიმე ბევრი ადამიანი ჯგუფში მუშაობთ ერთ შტოში, ან რამდენიმე შტოში, სხვადასხვა task-ზე და სანამ კარგად არ გაიტესტება, სანამ ყველა კოდს არ დავამატებთ, არ გავასწორებთ, არ დავარეგულირებთ, მანამდე არ ვაკეთებთ merge-ს master sheet-ში და ეს GitHub-ზეა პირდაპირ ატვირთული და მოკლედ არაფერი პრობლემა არ არის. ეს ჩვეულებრივი ამბავია სამუშაოდ. აქ ახლა მეორე დეველოპერის გადმოსახედიდან, მეორე დეველოპერის არ იცის ეს ცვლილებები, მაგრამ სურს რომ აი ამ შტოში თქვა გააგრძელოს მუშაობა, ან ნახოს, ან რაღაცა ქნას. ახლა ამ მომენტში git branch თუ დავწერთ, არ ჩანს რა თქმა უნდა ესე, git branch -r-ს თუ გავაკეთებ, აქაც არ ჩანს. აი ეს remote შტოები, იმიტომ რომ არ გავიკეთებია full ოპერაცია. Full ოპერაცია რას აკეთებს? Fetch-ს, ანუ ჩამოტვირთავს აი მიმდინარე ლოკალურ საცავში, ოღონ remote branch-ს, ხო? ამიტომ თუ გვინდა გამოაჩინოთ აი ეს ქვეშტო, რომელიც პირველმა user-მა გააკეთა, უნდა გავაკეთოთ git pull ოპერაცია. Git pull ოპერაცია და git pull ოპერაცია ჩამოყრის ამას ყველაფერს, დავაკვირდეთ, git branch-ში პირდაპირ არ გამოჩნდება არაფერი, სამაგიეროდ git branch -r-ს თუ დავწერ remote-ს, აი აგერ არის კიდევ ერთი დამატებითი შტო, რომელშიც მუშაობს პირველი დეველოპერი. ძალიან კარგი. მე პრინციპში ლოკალურად ახლა ეს შტო არ მაქვს. ეს არის, ესე იგი, ერთგვარი ლინკი მიბმა დამალულად არის, აი სხვა user-ისგან მოსული შტოა. ნუ აქ ერთი ვარიანტია გავაკეთოთ თქვათ გადასვლა ამ შტოზე, აი ესეთნაირად, აი git checkout. ხო? მეორე user source, აი იმ ქვეშტოში გადავიდეს პირველი user-ის, რომელიც არის. git checkout და სახელი, უბრალოდ POW operation. არაფერი დამატებითი ალამი ან გასაღები არ ჭირდება ამას. ვაწვევით enter-ს და შედეგად თუ დავაკვირდებით, ავტომატურად ესე იგი გააქტიურდა ლოკალური შტო, შესაბამისი იმ ქვეშტოს, სხვა user-ის რაც იყო და უკვე ამ user-ისთვისაც, მეორე user-ისთვისაც არის სინქრონიზაცია ფაქტიურად, ხო? ამ შტოს მიმართო. ამ ქვეშტოს მიმართ. ეხლა თუ გამოვიძახებ მე calc files, ვხედავთ რომ აქ არის ის ახარისხების მომენტებიც. ძალიან კარგი. ეს ერთი მომენტი. ესე იგი, ეს ჩვეულებრივი ამბავია, აქ შეუძლია მეორე user-მას იგივე გააკეთოს, თავისი შტო გააკეთოს, ატვირთოს GitHub-ზე და ასე შემდეგ. მაგრამ ვთქვათ, პირველი user-ი მორჩა თავის საქმეს, გადაწყვიტა რომ უკვე ეს შტო აღარ ჭირდება და წაშლა სურს, აი ქვეშტოზეა ლაპარაკი, ხო? ჩვენ ვიცით რომ აქ მაგალითად აი ესე ვაკეთებთ, ხო? git branch -d d და POW operations, ქვეშტოს დასახელება. აი ესე ვაკეთებდით წინა ლექციაზე, მაგრამ აქ ერთი ნიუანსია, operation, აი ეს. გავუშვათ და ხო, ნუ ჯერ ერთი გვეუბნება რას? თუ გვინდა წავშალოთ ეს შტო, გადადი ამ შტოდანო. მასზე ვდგავარ და ახლა შტოზე ვდგავარ და ვჭრით, ხო? მასზე რაზე ვდგავართ, ის არ მოჭრათ, ხო? დაახლოებით ეგეთი მომენტია, ხო? და უნდა გადავიდეთ სხვა შტოზე. სხვა შტო რა გვაქვს? main გვაქვს კიდე. მოდით გავასუფთავებ და ვნახოთ.
git branch. გადავიდეთ main shto-ზე, git checkout, კარგი, ვითვალისწინებთ git-ის შენიშვნას checkout-ო. სწორად დავწეროთ it. იასობგერით გადავინაცვლეთ ახლა main shto-ზე, აგერ ბატონო და ახლა ვცდილობთ ისევ იგი ოპერაციას წაშლის წაშლით, ასე ვთქვათ, ხო? ამ question-ს წაშლით. არ გამოვა ეს. გავუშვათ და გვეუბნება რომ ესე იგი ეს question მე არ შემიძლია წავშალო ვინაიდან ის დამერჯილი არ არის master default shto-ზე. მასში ასახული ცვლილებები დაიკარგებაო. შესაბამისად პირდაპირ ასეთ წაშლა არ გამოგვივა. ასეთ წაშლა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს დამერჯილია ცვლილებები question-დან ასახულია ძირითად shto-ში და უკვე ზედმეტი ამ question-ს არსებობა ჩვენთვის, ნაგავი რო არ დაგვიბრუნდეს და შლით პირდაპირ ესეთი გასაღებით, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ასე ვერ შლით, შესაძლებელია მაინც მისი წაშლა. შესაძლებელია წაშლა და აგერ ყარნახობენ კიდევ რომ დიდი D დაწერო, დიდი D დაწერო, ხო? ანუ მე თუ გავუშვებ იგივე ბრძანებას, ოღონდ დიდი D-ით, მაშინ ეს question მაინც წაიშლება, ოღონდ დაიკარგება ის ცვლილებებიც რაც იყო მასში. ანუ ეს ოპერაციაც ხშირია საკმაოდ, ვინაიდან ახლა GitHub-ზე საკმარისია რომ devs, შეიძლება ლოკალურად არ გვინდა, არაფერი კრიტიკული არ არის, ზედმეტად არ ვინახავ და ხშირად შეიძლება დიდი D-ი ძალით მოშალოთ ეს მაინც. მოდით გავაკეთოთ ახლა ეს. წავშალეთ. ამ question-ს წაშლა არ გულისხმობს რომ GitHub-ზეც წაიშალა ეს question. მოდით შევამოწმოთ, ხო? აქ წაშლილია უკვე ეს question. დავაკვირდეთ, მარტო main დარჩა. ავედით GitHub-ზე. დავარეფრეშეთ, განვაახლეთ, გვერდი. აქ რჩება ეს. ანუ ამას არ შევხებივართ. ისე ლოკალურ წაშლაზე იყო საუბარი და ამ შემთხვევაში საშიშროება იმისა, რომ GitHub-ზეც მოიშლება, კოპიო ან როგორც არის, არ არის. ამის საშიშროება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში საჭიროა GitHub-ზეც მოუშალოთ აი ეს question, ხო? იმიტომ რომ იქ გროვდება ხოლმე ეს ბრენჩები, რომლებიც აღარაა საჭირო და არა აქტუალური. ყოველთვის აქტუალური ინფორმაცია არის master shto-ში და ჩვენს ვცდილობთ გავაკონტროლოთ, რომ ზედმეტად არ გამრავლდეს ისე GitHub-ზე ოღონ ამჯერად და არა ლოკალურად. როგორ წავშალოთ ეს? აქ არის შემდეგი ბრძანება. git push -d push -d origin am link-ზე po operation shto. აი ესეთი ბრძანება. git push -d delete origin-ში ლინკია ბიბმული GitHub-ის რეპოზიტორის, სადაც ვართ, სადაც მუშაობ და po operation question წამიშალებ. დავაჭიროთ enter-ს და ახლა მოხდება remote question-ს წაშლა, ამოშლა. გადავიდეთ აი აქ, განვაახლოთ ეს გვერდი და ვხედავთ, რომ დარჩა მხოლოდ ერთი ძირითადი shto, default shto. ანუ ეს ოპერაციაც გქონდეთ ხედელობაში, ესეც ხშირად გამოყენებადი ოპერაცია საკმაოდ. მე ძალზედ ხშირად ვიყენებ მას პირადად, ვინაიდან ნაგავი არ დაგროვდეს question-ების GitHub-ზე მოშორებით. ახლა ისმის შეკითხვა, მაგალითად, მოხდა შემდეგი სიტუაცია. აქ ქონდა გვაქვს ერთი user-ი, developer 1, ხო, dev 1, აქ dev 2. ესე იგი, GitHub-ი პირობითად წარმოვიდგინოთ. ჩვენი რეპოზიტორი მან და ამ user-მა თავისი question ატვირთა pov, ხო, რაც იყო pov, მოკლედ დავწერ. ამან ჩამოტვირთა ეს question pov, რაც იყო, ხო, მასთან ლოკალურად არის და მოხდა შემდეგი ოპერაციები, რაც გავაკეთეთ პრინციპში. ამ user-მა ლოკალურადაც წაშალა ეს pov და GitHub-ზეც მოშალა ეს pov. რა მოხდება თუ მაგალითად მეორე user-ი რაღაც ცვლილებებს გააკეთებს, აი ამ იგივე question-ში, რომელიც ლოკალურად აქვს pov და ეცდება უკან ატვირთვას. იგივე shto-ს, რომელიც უკვე წაშლილია პირველმა user-მა გააკეთა, პირველმა developer-მა გააკეთა. მაგრამ მეორემ არ იცოდა ეს და იმ shto-ში მუშაობდა, ლოკალურად მუშაობდა. განაახლა რაღაცები დაამატა და ახლა ცდილობს ატვირთოს GitHub-ზე, მაგრამ ის shto აღარ არსებობს პირველმა developer-მა წაშალა. ხო და რა მოხდება? არც არაფერი ისეთი კრიტიკული არ მოხდება. თუ დაინახავს Git-ი, რომ არ არსებობს ესეთი shto, ხოლო მეორე developer-ი ამ shto-ს ფუშავს GitHub-ში, მაშინ შექმნის ისევ pov question-ს GitHub-ზევე, ოღონდ ის უბრალოდ სხვა pov question იქნება განსხვავებული, ვიდრე პირველი იყო, სანამ წაიშლებოდა.
ამიტომ კი არა აღადგენს კი არ იმას იზამს, არამედ ახალ შექმნის იგივე სახელით კოდი შეიძლება განსხვავდებოდეს უკვე ეს მნიშვნელოვანია, ხო? მაგრამ ყოველ შემთხვევაში Git იღებს ამას თავის თავზე და ახალ კვესტოს გააკეთებს იგივე სახელით. ამიტომ ეს მომენტიც არაფერი პრობლემატური არაა. ერთადერთი ის მომენტია, რომ შეიძლება რაღაცა ცვლილებები დაკარგოთ, მაგრამ ახლა თუ როდესაც შლი, უკვე დარწმუნებული უნდა იყო რა შლი და რატო შლი, ხო? მოდით ვნახოთ ახლა მეორე იუზერიდან. აი, GitHub-ზე ახლა ამ მომენტში ჩვენ არ გვაქვს არაფერი დამატებითი კვესტოები არ არის. სამაგეროდ მეორე იუზერთან დაგვრჩა, ხო? მეორე იუზერში ხო არ წაგვიშლია ეს, აგერ გავართ კიდევაც ამ შტოზე, აგერ არის. და ჩვენ შეგვიძლია ახლა ეს კვესტო პირდაპირ ავტვირთოთ GitHub-ზე ისე. კიდე რაღაცა დავამატოთ ფაილს თქვათ. nano calc UI. ხო, აი აქ დავამატოთ. აი ესეთი რამ დავამატოთ. print by დამშვიდობების. აი ეს დაამატა თქვათ ამ დეველოპერმა პირობით, ხო? და გვემშვიდობება პროგრამა ბოლოს. და მახსოვრეთ აი ეს ყველაფერი სტანდარტულად git add წერტილი add გავაკეთეთ ოპერაცია git commit ოპერაციაც გვინდა დავაკომითოთ. და კიდე რა კიდე გვინდა add by ეს add by ხო კიდე მეტი არც არაფერი არ გვინდა პრინციპში აქ სხვათა შორის git რო დავწერო git branch -r აი ესეთ სიტუაცია აგერ არის ეს ჩვენი დამალული remote მასთან რაც იყო მაგრამ ამ მხარეს ჩვენ ეს ხო მაინც ლოკალურადაა ეს ლინკი და ამ მხარეს ჩვენ ჯერ წაშლები არ გაგვიხორციელებია იქ მართალია მოიშალა და ახლა ამ მომენტში ეს ლინკი არ მიმართავს იქ არაფერს. ვინაიდან წაშლილია GitHub-ზე ეს. მაგრამ არაუშავს, სამაგეროდ ლოკალურად ხო გვაქვს ეს მთელი კვესტო. ამ user-ს აქვს და ახლა ის თავიდან ატვირთავს ახალი შტო გააკეთება იქ, დამზადდება. git push origin pov operation. აი ეს. push origin pov operation. გავუშვათ. შეიქმნება შესაბამისი შტო აქ უკვე ცვლილებები ჩანს თუ ჩამოვშლი აგერ მოდი განვაახლოთ აი აქ აგერ არის ესე იგი აი ეს კვესტო რაც ვისაუბრეთ ყოველ შემთხვევაში არაფერი რთული ამაში არ არის წაითამაშეთ ესეც ნახეთ კვესტოების მომენტი ჩვეულებრივი ამბავია GitHub-ზე მასზე ბევრი დეველოპერი მუშაობს არასავალდებულო ერთ კვესტოსთან ერთი მუშაობდეს არა ბევრი შეიძლება მუშაობდეს, დეველოპერი დეობს ან სხვა ვინც არის პროექტ ჩართული და მოკლედ წაშლის ოპერაციაც ვნახეთ, როგორ უნდა remote და ლოკალურად ეს მომენტები კარგად გაიაზრეთ და მოკლედ არ იკარგება მთელი ეს კვესტო მანამ, სანამ ერთ დეველოპერს მაინც არ აქვს ლოკალურად ეს კვესტო, ხო? ვინაიდან მას შეუძლია მე ატვირთვა განახორციელოს თავისი ცვლილებები, მაგრამ კოდში შეიძლება იყოს განსხვავებები. ეს სხვა საკითხია და სიფრთხილეა მაინც საჭირო წაშლის ოპერაცია, ხო? პრინციპში სულ ეს არის რაც მინდოდა მე თქვენთვის მეჩვენებინა და გამოიყენეთ ეს ოპერაციები შემდეგ ლექციაზე ვიწყებთ სხვა საკვანძო თემას რომელიც ასევე მნიშვნელოვანია Git-თან მუშაობისას საკმაოდ რთული თემა მაგრამ მასაც დავძლებთ კარგად იყავით ახლა და მომავალ შეხვედრამდე